არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის მიერ დაფინანსებულ პროექტში სახელწოდებით სტუდენტები თვითმმართველობისთვის საქართველოს მასშტაბით 7-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო ათეულში ფოთელი გიორგი დუნდუა მოხვდა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. პროექტში გამარჯვებულები გერმანიასა და პოლონეთში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ესტუმრნენ და სასწავლო კურსი გაიარეს. პროექტში სტუდენტები თვითმმართველობისთვის მონაწილეობა 2015 წელს მივიღე. ეს პროექტი და ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია გავიგე გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, რომელიც ადმინისტრირებას უწევდა ამ პროექტს. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და უკვე 2016 წელს გავიგეთ, რომ მოვხვდით გამარჯვებულთა სიაში. სულ 700-მდე თუ უფრო მეტი მონაწილე ყავდა ამ პროექტს და ათეულში გავედი. შესაბამისად, ვიმოგზაურეთ დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება პროექტში, იმ მხრივ, რომ გვიწევდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჩასვლა, იქ კვლევის განხორციელება და ვიყავით სხვადასხვა აქტივობებში ჩართული. ასევე ძალიან ბევრი კარგი ტრენინგი ჩაგვიტარდა ამ დროის განმავლობაში და უცხოეთში, სადაც ვიყავით წასული გერმანიასა და პოლონეთში, იქაც ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ცოდნა წამოვიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ. გიორგი დუნდუა ასევე ფოტოჟურნალისტიკით არის დაინტერესებული. ის ადგილობრივი და საერთაშორისო საგამოფენო გრანტების მფლობელია. ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ფოტოჟურნალისტიკის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებში. ბოლოს გავიმარჯვა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ეხებოდა ტოლერანტობას და ეს მიეძღვნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. აქ გავიმარჯვა და მივიღე რაღაც გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება სხვა ფოტოკონკურსებს, აქტიურად ვარ ჩართული საქართველოსა და უცხოეთში არსებულ პროგრამებში, მაქვს რამდენიმე საგამოფენო გრანტიც მიღებული და უახლოეს მომავალში საქართველოში ვგეგმავ კიდევ ერთი გამოფენის გაკეთებას, ეს იქნება მიძღვნილი ძალადობასთან დაკავშირებით გენდერული ნიშნით და ამ გამოფენისთვის ახლაც ვემზადები და პროცესში ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გიორგი დუნდუა მაგისტრატურის 2 წლიანი კურსის გავლას პოლონეთში ვარშავის უნივერსიტეტში აპირებს.